დასრულებაც მესა ჩვენთან არც ვერც. აბა გილოცავთ განდიდე შეგეცდეთ ავტონომიის მალი უშინი პეტრე პავლოვა და ეს არის 12 მოციქულის ხსენების დღე. რა? ეს ისე პირას დღეს დაიმთხვა ეს დღე. გილოცავთ შეგეცდეთ მოციქულთა მადლი, მოციქულთა მეოხება. ეს 12 მოციქული ეს არის ერარქიულად მაღლა მდგომი ფასკალ ასევე 70 მოციქული და 12 მოციქულის მემკვიდრეებად ქრისტიანები ეპისკოპოსები, ანუ დამთავრებული ხოლო 70 მოციქულის მემკვიდრეებად ძვლები. ეს 12 ადამიანი ხალმა გამოარჩია და უმეტესობა იყვნენ გალილეიდან. ისინი იყვნენ ნებადურები, ზოგიერთმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა, მაგრამ მათი ფელიგულისა და სინდისის გამო გამოარჩია ისინი ხალმა მოციქულებს. ხალმა არ გამოარჩია ისეთ საზოგადოებები და მოციქულები, რომელიც რაღაცა მაღლა მდგომი იყვნენ საზოგადოებაში. არამედ ისინი ყველაზე გლახაკები მაიწერია, რომ როდესაც ზებედეზებს, მოუწოდა და იოანესა და იაკობს ბადეებს აკერებდნენ ისინი. ის ფაქტიც კი არ გქონდა, ახალი ბადე შეეძინათ და ისინი თევზ ჭერით არჩენენ თავიანთ ოჯახს და ყველა მოციქულმა თავის სისხლი დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და აი ძალიან კაი ხადაგება აქვს იოანე ოქროპის ამოს, რომ აი რო შეკვდროდეს ადამიანი, რომელსაც ამდენიმე წიგნი უჭირავს ქვეშ და ჯოხით მიემართება და სად მიდიხარ რომ გეკითხავ და მივიდიო არათა რომი დავიმორჩილო, იმიტომ რომ რომი იყო უძლეველი ქალაქი, როცა იოანე ქალაქის ამას და როცა მოციქულები მოღვაწეობდნენ, იყო ესე იგი რომის მსოფლიო მფლობელობა ჰქონდა, ყველა დაპყრობილი და რომი უნდა დავიმორჩილო. ვინმე რო გითხოს როგორ უნდა დავიმორჩილო რომიო, როცა შენ არ ჯარი ყავს, არც იარაღი არა გაქვს, არც თანხა არა გაქვს და იტყვის რომ ვიღაცა რო ესო თავისუფლად ვერ არის ადამიანი და მართლაც რომ გაიგებო რომ ესე იგი იქადაგეს მოციქულებმა და დაიმორჩილეს მთელი მსოფლიო. დავით მეფსალმუნემ მათ წინაშე სული წყნის მანდით თქვა რომ ყოველ საქვეყანასა გაახდა ხომად და იეთასობისა და სიტყვანი მართლაც ამ ადამიანებმა რომელსაც სოციალურად რაღაცა პრივილეგია არ გააჩნდათ, მაგრამ მათ ქონდათ ყველაზე მთავარი მადლი უფლისა, რომელიც მათ გარდამოუვლინა უფალმა და მე რგას დღეს ანუ სული წყნის მოფენის დღეს მოციქულების თავზე დაადგა ცეცხლოვანი ენებით სახით სული წყნის მადლი და მათ იწყეს სხვადასხვა ენებზე მეტყველება და მათ ერთმა მიმალდა იმ ხილას იმაზე რომ ფილოსოფოსების წინაშე მეფეების წინაშე წარდგებოდნენ ისინი და ხადაგებდნენ და მათ ესე იგი ქრისტეს ჯულზე აქცევდნენ და ასე იმოღვაწევის ყველა მოციქულმა და აი ჩამოთვლილი არის ამდენი ჭირი და გასასწრები გამოიარეთ თურმა მოციქულმა და ყველა მოციქული უწამებურად აღიშვა და აბა შეგვეცდოს მათი მეოხება და ჩვენც მოგწეს გულანთებული სიყვარული უფლისა და წარმოიდგინეთ აიც გასასწრები მოდიოდა მათზე პეტრე მოციქულის ჭრდილის კი კუნავდა ადამიანს და პავლე მოციქულის სარტყელი, მაგრამ აიც ამხელა გასასწრებს გადიოდნენ ისინი, რომ გასასწრების გარეშე ქრისტიანის ცხოვრება არის წარმოუდგენელი. ეს ასევე ჩვენ წავიკითხეთ საფიაო სახარება, სადაც გადამოცემული ამბავი თუ როგორ განკურნა უფალმა გერგესეველი ეშმაკეულები. ეს გერგესეველთა მხარე და ასევე מחარებელი ხადარინელებს ამბობს. ეს ანუ ხადარ ეკვა იმ მხარეს და გერგესა იყო კონკრეტულად დასახლება და ეს ადგილი მდებარეობდა ესე იგი გენესარეთის ტბის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში და მართლაც რომ გევიდან გარდამოვიდა უფალი აი ამ დროს მიეგებებიან მას ეს ეშმაკეულები. ეს ეშმაკეულები იყვნენ ძვინვარი ადამიანები და ისინი საფლავებში აქ სწორედ ამ ტბის მაღლა იყო მთიანი ადგილი და იქ იყო გამოკვეთილი კლდეებში საფლავები და აი აქ იმყოფებოდნენ ისინი ამ ადამიანებს ჯაჭვებით კრავდნენ, მაგრამ ესე იგი ეშმაკი იყო ჩასახლებული ბევრი ეშმაკი ამ ადამიანებში და ისინი ამ ჯაჭვებს გლეჯდნენ. ესე იგი ვერც ერთი ადამიანი ვერ აკავებდა ამათ და სხვა ადამიანებზეც მიქონდათ იერიში. და ამიტომ ეხლა ყველას ეშინოდა იქ გავლა, იმიტომ წარმოიდგინეთ ჯაჭვით რო დააბავ ადამიანს იმას გაგლეჯს, შენ რას გიზავს ადამიანს, ხო? და ოდესაც მაცხოვარი გარდამოვა ნავიდან და მიდის, ეს ორი ეშმაკეული დაემხობა. და ხალი უბრძანებს ეშმაკებს რომ დატოვონ თავისი ქმნილება, იმიტომ რომ ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს, ყველა ადამიანი არის მისი ხატი და მსგავსი და ესე იგი უბრძანებს ბოროტსუხებს რომ დატოვონ ეს ადამიანები და იკითხება რა არის თქვენი სახელი და ისინი ეუბნებიან რომ ლეგიონი სიტყვა ლეგიონი ხო ესე იგი რომის ჯარში 6000 კაცი არ შემდგარი ჯარის დანაყოფი. ესე იგი აი ამდენი 1000 ეშმაკი იყო ჩასახლებული ამ საწყალ ადამიანებში და ნახეთ ეშმაკები რას ეუბნებიან რომ რა არის ჩვენსა და შენ შორის ზეოთისაო, რატომ ხედი, ესე იგი დროზე ადრე ჩვენ და სატანჯველად.
რას ნიშნავს ეს? ანუ ეგეთ აი შმაკ მაინც ის რომ მისი აღსასრული დადგება ეს ხმა მეორე რუსისას უცა საბოლოოდ შეკრული იქნება ბოროტი ძალა ჩაგდებული იქნება ფესხის ტბაში რომელიც წერია ივანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში და ხალი ბრძანებს რომ დატოვდეს ადამიანი და შმაკეული ადამიანი ეუბნება რომ იმის ნება მაინც მოგვეცი შმაკები ეუბნებიან უბრალოდ რომ აი აიქე ღორების კოლტი იყო აი ღორებში შევიდეთ და უფალი დართავს ნებას რომ ამ ღორებში შევიდეთ შმაკები და მთელი ეს ღორების კოლტი გაექანება კიდიდან მოდედან და გადაცვლილებიან ტბაში და დაიხჩობიან და ეს დაინახეთ სახელმწიფოებმა ჯერის რომ ეს ბძინვარე ადამიანები როგორც ფინანსებში და როგორც მორჩილად არიან ისინი დაინახეს ასევე როგორ დაიხოს ამდენი ღორები წავიდნენ და სოფლის მოსახლეობას უთხრეს ეს ყველაფერი და მოსახლეობა გამოდის და ეუბნება რომ ესე იგი დატოვე აქაურობა უყავს ესე იგი ეუბნება რომ შეგან წადი და ეს გაკუთვნებული შმაკეულიც ეუბნება რომ შეთანხმდა წამოვა მაგრამ ეუბნება უფალი რომ დარჩი და იქ ხადაგე თუ რა გიყო შენ უფალი ანუ აინც იზრუნა მათზე რომ ესე იგი არ დატოვა ისინი ხადაგების გარეშე ეს დასულად გეუბნების საკითხავი აი აქედან რას გეუბნოთ რომ ესე იგი თუ ვინ არის ბოროტი ძალა ჩვენო ეს იყო ანგელოზი ესე იგი ჩვენ ის რომ ზეციური არსებები ადამიანებზე ადრე შექმნა ღმერთმა ბიბლია როცა გადავშვით ჩვენ ბიბლიას ასე იწყება თავდაპირველად ქნა უფალმა ესე იგი ცადა ქვეყანა ცის ქვეშ ნაომები მოიაზრებენ სწორედ ანგელოზთა სამყაროს რომელიც ესე იგი შედგება 900-ისგან შეუბრუნებიც არის მაგრამ ესაც ჩვენ გვეუწყას ეს წელი ნაომები ესე იგი არიან სერაფიმი ფერული საფრანგულები მთავრობანი ფიცმანი ანგელოზი და აი სწორედ მე-9 დასის ანგელოზი იყო ლუციფერი ნათლფეს ესე იგი ნათლის მანა ქერს ნიშნავს და ესე იგი ნათლის ანგელოზი იყო შმაკი მაგრამ ის გამპარტავდა მერთან გათხოვება მოინდომა და ამის გამო ის გარდამოგდებული იქნა ზეციდან და დაცემული იქნა და მას გაყვა მასზე დაქვემდებარებული სიმრავლე ანგელოზებისა უამრავი სიმრავლე და ის სწორედ ნახეთ ეს ბოროტი ანგელოზები ჩასახლებული არიან აი ამ ადამიანში და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ყველაფერს ახდენს არასწორი ცხოვრება ადამიანის და ჩვენ აქედან ნახე რაც გებულობთ რომ როგორ ზულს ყველა ადამიანი ეშმაკს და ასევე ჩვენ არ დაგვეშინოს ეს შმაკს რადგან ნახეთ ესე იგი ღორებში რომ შევიდეს იმის ძალაც კი არა აქ ეშმაკს თუ მას ესე იგი ღმერთი არ მიცემს ამის ნებას იმიტომ რომ ნახეთ როგორ ეწებიან ქრისტეს რომ ესე იგი დაგვრჩენება რომ აი ამ ღორებში მაინც შევიდეთ რომ იმიტომ თავიანთ ის ბოროტება დაიკმაყოფილონ იმიტომ რომ ისინი ხარობდნენ როცა ამ ადამიანებს ასე ტანჯავდნენ და რადგან მერტმა უზარა რომ ის დაეტოვებინა ადამიანები უნდა თორე ხა ეს რაღაცას ტკივილი მაინც მიაპირონ იმეს და ესე იგი მოითხოვეს რომ ღორებში ზუსტებართვა დაცეს მიცეს ამადა უბრალოდ მიცადებართვა და აი მთელი ღორები დაახსოვს ხა ვიღაც აიკითხავს რომ აი რა დაზარალდა ეს ადამიანების ისიც იყო ეს ღორები რატო დაუშვა უფალმა ეს ყველაფერი და ჩვენ ვიცით ძველი აღთქმის სრულიდან რომ ებრაელებს რა თქმა უნდა ეკრძალებოდათ ღორის ხორცის ჭამა და რადგან ეს უამრავი დაავადება საჩენდა და ჩვენ სწორედ აღმოსავლეთში ძალიან სიცხე იყო და შეშევთქვაში ხოლმე კეთრის გამომწვევი იყოს და მოსეს ჯულის მიხედვით ეკრძალებოდათ ესე იგი ებრაელებს ღორის ხორცის ჭამა მაგრამ ზოგიერთ კომენტატორებს ხო შეიძლება რომ ეს ღორები წარმართების ყოფილიყო და ამ ღადარაში და გერგესაში წარმართები ცხოვრობდნენ და წმინდანები განმარტავენ რომ კი შეიძლება რომ ისინი ყოფილიყო წარმართებისა მაგრამ მათაც ეკრძალებოდათ ებრაელების გვერდზე ყოლა იმიტომ რომ ეს ებრაელების მიწა იყო და ყველა შემთხვევაში ეს ღორები ესე იგი კანონის დარღვევით ყავდათ და ამიტომაც ესე იგი მოხდა ამ ღორებისთან თქვა და მესამე კიდე გამარტივებები ამობენ იმას რომ რა თქმა უნდა ყველა ადამიანის დიდი არც ერთი ქნება ყველა ქნება ერთმა შექმნა ადამიანის სამსახურებად აი ამ დაგუკვით ჩვენ გვაჩვენა ის რომ ესე იგი ბოროტ ძალას იმის ნებაც კი არ აქვს რომ ღორს შევიდეს რა თუ ადამიანს რა იმიავნოს ერთადერთი რაც ეშმაკს ხელფეხს უსწრის ეს არის ჩვენი ცოდვების გამო არის რომ ის ნევ ჩვენ და რაღაცა ტკივილებს ვაკეთებს და ასევე შევხედოთ უფლის სულგრძელებას რომ ახეთ ამ ხელასასწაული იხილეს რომ ეს შმაკეულები განიკუმდნენ წარმოიდგინეთ ეს ამ ხელასასწაულის ქრისტე ის მაგათო დავარდილი იყვნენ და 40 მოციქულმა მოიხილა რომ სასწაულებრივი თევზჭერა მოხდა ქრისტეს სიხის ბრძანებით ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე რომ დაეცა მუხლებს და უთხრა განმედ უფალო ჩემ გარამეთ კაცი ცოდვილი ვარ მე თავისთავად ვიღიცად მიიჩნია რომ ქრისტეს წინაშე მდგარიყო ნახეთ ისინი ეუბნებიან რომ წადი აქედან ფას ესე იგი განდევნიან თავენცოფებთან ეს ყველაფერი არის შედეგი ისა არასწორი ცხოვრებისა შეიძლება არის ხოლმე ადამიანი რომ აი წუნპეში ჩაფრული და ცოდვილად ცხოვრობს ვიღაცა მივა კეთილი ადამიანი და ეთქვის რომ ასე მოაკეთებ და იძულებს იმას ლანძღავს აგდებს იმიტომ რომ
ესე იგი ეშმაკი ცდილობს რომ იმ ჭაობიდან არ ამოუშვას ადამიანი და ესე იგი მტრად აჩვენებს იმ ადამიანს რომ მას სიკეთესეულობა და ესეც სრულებდაც არ არის ეს, მაგრამ ჩვენ შეიძლება რაღაცას სიკეთესეულობა ის ლანძღავდეს, ესე იგი შურაწყობას გაყენებდეს, მაგრამ ჩვენ უნდა მოითმინოთ. აი ქრისტემ როგორ მოითმინა, ხო? რომ ესე იგი ამ კლასიკეთე გაუკეთა ამ ადამიანებს და გამოაძევს, მაგრამ ნახეთ მორჩილად ამოვიდა უფალიკიდან და მაინც იზრუნა მათზე რომ მათ დაუტოვა ეს განკურნებული ეშმაკი რომელიც მე გადაგებდა ქალაქებში და ესე იგი ამბობდა რომ იესო ქრისტე არის განკაცებული ღმერთი და ასევე აქ არის კიდევ ერთი მომენტი რომ ნახეთ ასე უნევა ეშმაკი რომ რატომ მოხვედი დროზე ადრე ხო ვიღაცა სულ ხა წარმოიდგინე ეს არის ადამიანს აქ ყوارც აღსაბს რომ გონია რომ რაღაცა დროებითია ეს ცხოვრება ნახეთ ეშმაკებსაც კი წავთ იმისა რომ ნამდვილად უნდა მოხდეს მეორდომოს დროს საშინელი სამჯარო და უნდა ეს ყველა მიცვალებული და ქვეყნების სასასვლელს დროს იქნება სამჯარო რომელზეც გასამართლება ყველა ადამიანი დროზე ადრე სულ დამასწრებს რომ აი დრო არის ეს თუმცა იქნება მეორდომოს და აქ ხომ ხიათ ესე იგი ზოგიერთი გამმარტებელი ამბობს რომ თითქოს იცოდნენ ეშმაკებმა რომ ეს განკაცებული ღმერთია მაგრამ აი ამაზე ძალიან კარგად ხადაგებს ხელმოქმედი ეცნა და სულად ვერ დაიდასტურა ბოლოდ მაძალა ბოლომდე არ იცოდა ვინ იყო იესო ქრისტე ის ხვდებოდა რომ მას ღვთაებრივი ძალას დევნიდა მაგრამ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული ის იყო ღმერთი თუმცა ჯვარზე მოხდა ეშმაკის მოტყუება და დამარცხება იმიტომ რომ იცოდოდა რომ იესო ქრისტე განკაცებული ღმერთია მას არ შეებრძოლებოდა რადგან ბოლოდ მაინც ის რომ წრის მეცნიერთა უძლურია მაგრამ აი სწორედ უფალმა ესე იგი მოისამჭედურა ეშმაკი იგი მოტყუდა იკვეთა ქრისტეს და მოკლა უდანაშაულობა ამის გამო დაკარგა ხელმწიფე ყველა ადამიანზე და ჯვარი გახდა ამის მერე გამოცდის სიმბოლო და აბა დაგვიფაროს ჯვრის მადლობა და არაფერმა არ უნდა შეგვაშინოთ ჩვენ რა ვიცოდეთ რომ ჩვენ ვიფარავს უფალი რა თქმა უნდა ეშმაკს აქვს გარკვეული ძალა მაგრამ იგი მიზრასთან არის უსუსული და არარაობა მეტყვი მოციქული ამბობს რომ ნახეთ როგორც გვინავი ლომიო ეს დაძრცისო ეშმაკიო რათა შთან თხასო ადამიანი როგორც შეერლომი დადის რომ კბილი გაკრას რაიმეს და შემშე დაიყვანოს ესე ზულს ყველა ადამიანი ბორო ძალას და ისინოს ჩვენ გატკინოს გავლოს რაიმე და ჩვენ ერთადერთი უნდა ვერიდებოდეთ ცოდვას იმიტომ რომ ცოდვა არის სწორედ გამხსნელი ხელფეხისა და ეშმაკის მიერ მოქმედების ჩვენი ცოდვებისა გამო ამიტომ ჩვენ თუ მოვერიდებთ ცოდვას და იქნებით დილასაც როცა დავიწყებთ გავაცნობთ არაფერს და არავის არ უნდა გეშოს იმიტომ რომ უფალი მეფობს ჩვენ ხადაგებს ეს უფალი სუფერ მშვენიერება შეიმოსა ამ ცასა და ქვეყანას ეს ყველაფერი შექმნა ღმერთმა და ამის წარმართველი ყველაფერს არის მაღალი ღმერთი და მის ძალასთან ყველაფერი ამაუდა უსუსო აბა გეწეოდეთ ევანგელიური დღის მადლი მოციქულთა მეოხებით მე თაგავამტკიცოს რწმენაში და ქრისტეს სიყვარულში ჩვენ და სულიად საქართველოს